ჩვენი ელვა ჩართვა უკავშირდება რეჟიმის მიერ მიღებულ მართლაც ადამიანთ მოზულე გადაწყვეტილებას, რომ 21 საუკუნეში აკრძალეს 6 წელზე მეტი ხნის ავტომანქანით, ანუ მათი შემოყვანა აკრძალეს, რაც ძველი არ რჩება, რა თქმა უნდა, მიმოქცევაში, მაგრამ ეს ძალიან მახსენებს ცნობილ მოლა ნასრედინის ისტორიიდან მოლა დაიჭირეს ტყეში ყაჩაღებმა, წაართვეს რაც ქონდა ყველაფერი და მერე ცემა დაუწყეს. და მოლამ შესწირა, რომ რა გინდათო, რას მერჩითო, დროზე არ მოვედი თუ ცოტა მოგიტანეთ. მეც მინდა ვკითხო ამ ხელისუფლებას, რას ერჩით ამ ხალხს? დროზე არ მოვიდნენ, ხმარ მოგცეს, გადასახადები არ იხადეს, არ დაიყაჩაღეს საკუთარი თავი თქვენ სასარგებლო თუ რაღა გინდათ? დაარტყავს საშუალო ბიზნესს, იმ ბიზნესს, რომლითაც, აქ დარჩენილი ხალხი კიდევ თავს ირჩენს და რაღაცას ახერხებს, რომ საბოლოოდ არ დატოვოს ქვეყანა და არ დაუტოვოს ივანიშვილის შემოყვანილ არაბებს. საშუალო ფენას არტყავს, საშუალო ბიზნესი, იმიტომ რომ უამრავი კომპანიები, უამრავი დილერებია, მანქანის გამყიდველები მუშაობენ, ჩადიან, ჩამოდიან, იწერენ ფოთში ხვდებიან ამ მანქანებს, შემდგომ ბაზრებში ანაწილებენ, ან აგზავნიან შუა აზიაში, თუნდაც რუსეთში. ეხლა ყველაზე კარგი პერიოდი, რომ ხალხმა ფული იშოვოს, ჩვენმა ხალხმა. და აქ იშოვება ძალიან დიდი ფული. ეს ფული ჩვენებმა იშოვონ, ჩვენებმა. რა გინდათ, რატო გძულთ ეს ხალხი? და რატო გინდათ, რომ აშოვინოთ ჩვენი ხალხის წილი, ფული და ბიზნესი თურქმენს, ტაჯიკს, ყირგიზს, ყაზახს, აზერბაიჯანელს, სომეხს, რუსს, იმათ უხსნიან ბაზარს. და ჩვენებს პრაქტიკულად ანეიტრალებენ ამ სფეროდანაც. როგორც მოხდა სხვა არაერთ სფეროში, კახეთიდან რომ გამოაძევეს ჩვენი მეღვინეები და მევენახეები და სულ ივანოვებითა და პეტროვებით არის სავსე იქაური ღვინის კომპანიები თუ ზურები გაფორმებული. მაგრამ ესენი რას გვეუბნებიან ახლა? აი ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთო, განგვიცხადა იმ ედეპეშნიკის გაზრდილმა, გადამტრიალებლის სამოქალაქო რომ გააჩაღა ქვეყანაში მამამისმა, იმან გაზარდა შვილი, რომელიც მეორე სამოქალაქო ომს ამზადებს. აი მაგან განგვიცხადა, რომ ეს თურმე საჭიროა მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიჯანსაღისთვის. მამაცხონებულო, თუ მოსახლეობის სიჯანსაღი და ჯანმრთელობა გაინტერესებს, მეოთხე სტადიით კიბოთი დაავადებულები ადამიანები ქუჩაში რო დარბიან და წამალს ითხოვენ, ქიმიოთერაპიას რო ითხოვენ, ბიუჯეტის ხარჯზე. აი იმათ მიხედე. პაციენტებს რო ევაჭრებით, რომ თანამონაწილეობის პრინციპით გაიკეთებ ოპერაციას, შენც დადე და მეც დავდებ, იმ პაციენტს ამ დროს სახში პურის ფული არ აქვს და შენ მილიარდები გაქვს იმ პაციენტიდან წართმული და დაზიდული. აი ამას მიხედე. ჭიათურას მიხედე, რომ დაწამლეთ ხალხი იმ ივანიშვილის მარგანეცის მოპოვებაში ღია წესით რო დაიწყეთ კარიერული წარმოება და ჭიათურაში ადამიანებს აღარ ადებთ ადამიანის ფერი. ამოდის ის მომწამლავი ნივთიერებები ჰაერში მტრად. სოფლები რო ჩაიქცა დაბლა კიდე ეგ სხვა ამბავია იმ გვირაბების გამო. კასპს მიხედეთ, ონკოლოგიური დაავადებები რო პროგრესულად იზრდება ივანიშვილის ცემენტის ქარხნიდან გამოსული ტურის გამო, რომელიც შეიცავს კანცეროგენული ელემენტებს. და 1 მილიონი ღირს ის გამწვენდი აპარატურა ისა დააყენა. რუსთავს მიხედეთ, სადაც ასევე ცემენტის და აზოტიდან გამოსული გაუწმინდავი მინარევები და ბოლი კლავს რუსთაველებს. თუ გაინტერესებთ ადამიანების ჯანმრთელობა. თუ ასე ხართ შეშფოთებული ჩვენი ჯანმრთელობით, ნუ შემოგაქვთ თქვენი პარტნიორი მაფიოზა ალიევის ბენზინის სოკარით. სადაც ტყუის შემცველობა დასაშვებზე მაღალი. ევროპაში საერთოდ აკრძალულია ტყუის შემცველი ბენზინის გამოყენება და რამდენი წლის მანქანაში არ უნდა ჩაასხა, ის არ გამოყოს მავნე ნივთიერებებს. ამას მე უნდა ვასწავლიდე და ჩვენ უნდა ვასწავლიდეთ. ჩვენ პარტიის პოლიტკომიტეტში ვიფიქრეთ ბევრი რა უნდა გავიკვეთებინა ამ დროს და მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის ეს ადამიანთ მოძულე დადგენილება ავტომანქანების ბიზნესის წინააღმდეგ, მოსახლეობის კეთილდღეობის წინააღმდეგ, სოციალური თანასწორობისა და დაცულობის პრინციპთა წინააღმდეგ გასაჩივრდება სასამართლოში, სტრასბურგის სასამართლოში გადატანის პერსპექტივი და მე თქვენს თვალწინ ახლა ხელს ვაწერ აი ამ სარჩელს, რომელიც
წარიმართება შესაბამისად სასამართლო ინსტანციაში და მანამდე მე მოუწოდებ ამ შეშლილ ყაჩაღებს გაუქმეთ თქვენ თვითონ აღნიშნული დადგენილება წინამძღოლ შემთხვევაში თავზე გადაგახევთ პირდებით. მე გაკურვებული ვარ ავტომწარმოებელთა პასიურობით, აქამდე ეგენი უკვე ქუჩაში უნდა იყვნენ. მეგობრებო, ჩვენი თავის და უფლებების დაცვას თუ ვერ ვისწავლით, ვერანაირი ამერიკა და ისა რა ქვია ევროპა და იმიდან იუპიტერიდან ჩამოსული რაღაცა სპეცრას მე ვერ გადაგვაჩენს. ეს მეგობრები უნდა ქუჩაში მდგარიყვნენ, აქამდე რუსთაველზე უნდა შეერთებოდნენ იმ ხალხს, რომლებიც წლებია სამშობლოს იცავენ თავგანწირულად. კაი, რუსთაველზე არ გინდა კანცელარიის წინ გასულიყვნენ. კაი, დიდი აქცია გაეკეთებინათ, 10,000-ობით კაცია ამ სფეროში დასაქმებული და მთლიანობაში მთელ საქართველოს ეხება, ვისაც მანქანის ყიდვა უნდა ყავსან რაღაცა გეგმები გააჩნია. მარში უნდა მოგეწყოთ. ხმაური აგეტეხათ. ივანიშვილის სასახლეში მისულიყავით, რატო არ ადიხართ არავინ ჩემს გადა? რატო არავინ არ ადის ივანიშვილის სასახლეებთან? ყველაზე მეტ დისკომფორტს აი ეს უქმნის მის ფაქის ნერვულ სისტემას, განსაკუთრებით სტაფილოს წონის მიღების შემდეგ, როცა ემზადება დასაძინებლად. მე იქ იმიტომ კი არ ავდივარ, რომ რაღაცით მინდა გაგატვირო და თავი გამოიჩინო. მაგალითს ვაძლევ, ნიშანს ვაძლევ, ირიბად ვანიშნებ სად არის სამიტინგო ადგილები. ან შეკვეთილში რატოა წყნარა ზღვის ტალღების ფონზე ეს ბანდიტი ეს წყნარ რატო უნდა იყოს? იქ უნდა იყოს მუდმივი პოსტი, მუდმივი მორიგეობა, მუდმივი აქციები. ისე როგორც ჭორვილას გზაზე. ამას არ უნდა დაედგომებოდეს საქართველოში. არ შეიძლება ხალხო. არ შეიძლება ესე დავემონოთ ამ ერთუჯრედიან ჩლუნგ კრიმინალს. არ შეიძლება რა გქოს. ვიღაცა ღირსეული რო დაგიმონებს, დაგიპრობს, ნუ კიდე ჩაიქნებ ხელ ჯანდაბას. ეხლა ჩინგისხანმა და ჩინგისხანი აღარ იყო მაგდროს სოციალი, მაგრამ მოგოლემ რო დაგვიპრეს, გასაგებია მთელი სოფლიო დაიპრეს. რუსებმა რო დაგვიპრეს, გასაგებია მთელი სოფლიო დაიპრეს. არაბებმა რო ოკუპაცია გაიკვეთეს, გასაგებია ის ხალიფატი ნახევარ სამყაროში იყო, ხო? სპასეთმა თუ უნდა ვინ დაგვიპყრო? ჭორვილ პუტინიშმა დაგვიპყრო ხალხო და იმისის ხელი-ხელს სათამაშებლები გახვდით 14 წელი ყველა სფეროში და ყველა დარგში, ხო? ალბათში მდუღარე ქვაბში, კუბში დუღს ქვეყანა ფაქტობრივად. კუბში უნდა რომ მოხარშოს ეს ქვეყანა. ჯოჯოხეთად გიქცია ცხოვრება და მათ შორის თავის თანამებრძოლებსაც, რომლებსაც იჭერს, ფულს ართმევს, უშვებს, ახლა ის ბაჩიაშვილი, რომელიც მასზე არანაკლებ პერსპექტიული ყაჩაღია. და მილიარდს ვერ იყოფდნენ იმ ბიტკოინებში. ეხლა დაეცარა ბიტკოინის კურსი, უკვე მოილაპარაკეს შესანიშნავად, გაიყვეს, გამოუშვა ციხიდან, ის ფული უკან მიიღო და მოკლედ საკუთარი დაბადების დღე აღნიშნა ბრწყინვალე ფორმაში ამ გაგებით მისთვის ახლა მიღწევოდა სულ ერგმაყოფილება ფულის შოვნა მოგეცემოდა და აი ასე გზნდა სასამართლო ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი გახდა სასამართლო. ეს ალბათ არ ყოფილა, რა ვიცი, ბოლშევიკების დროს, როცა ტარდებოდა ხალხის მტრების სასამართლო პროცესები, რაღაცა კეთდებოდა, ინდუსტრიალიზაცია მიდიოდა, კოლექტივიზაცია, მრეწველობა, ის ახალი პროდუქცია გამოდიოდა, ის ყამირი იხვნებოდა. ეხლა მარტო სასამართლოა მთავარი პოლიტიკური მოვლენა და ცენტრი პოლიტიკისა. ვიღაცებს იჭერენ, ვიღაცებს არა პოლიტიკურ საფუძველზე. მასობრივ რეპრესიას აწყობენ და ვიღაცებს მათ შორის თავიანთი რიგებიდან ასევე არინდობენ თუ წაატანეს იმ ბრძანებლის წილს თათიან თითი და რაღაცა წაიღეს იმაზე მეტი, რაც დაუწერელი კრიმინალური კანონებით ეკუთვნოდა. და აი ხედავთ რა ვითარება ამ მიმართულებითაც და ვართ ღმერთის და ერთმანეთის იმედი და ერთმანეთის იმედი არ მოგიჩვენოს ღმერთმა. ხოდა ამაზე გამახსენდა, ამდენი ბიზნესია ქვეყანაში, ამდენი საშუალო ბიზნესი, იგივე მანქანების გაყიდვა გინდა თუ რა ვიცი, სხვადასხვა პროდუქციის მომყვანი და მიმწოდებელი, არამსხვილი, არაყაჩაღი, რა ვიცი, საშუალო ბიზნესი. აი ეგენი რატო უნდა ეხმარებოდნენ პოლიტიკურ პარტიებს, იგივე ლეიბორისტულ პარტიას. რიგითი ადამიანები გვეხმარებიან, 10 ლარს გვირიცხავენ, 1 ლარს გვირიცხავენ და ესენი ისე ველოდებენ უფროსობა როდის დაუძახებს და მოსთხოვს მილიონების მიტანას. რასაც აუცილებლად გააკეთებენ, ფეხებსაც აულოკავენ და მე იგივე ის უფროსობა რომ მიაღწევს და კედელთან მიაყენებს, მე ჩვენ დასაცავი ხდებიან. აი რატოა ქვეყანაში დიქტატურა, რის გამო არ აშენდა დემოკრატია, არ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ბიზნესი, იმიტომ რომ პოლიტიკური დამოუკიდებელი პარტიების არსებობა არც საშუალო და არც მსხვილი ბიზნესს არ აწყობს. მსხვილი ბიზნესი გასაგებია ეს არის ბანდა ოლიგარქების, საშუალო ბიზნესი აი ესეთ მანქანების გამყიდველი, აი ეს დასაცხედავ ჩვენს ბაზრები, ეს სისტემები ამათ
ამათი არსებობის გარანტია დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტიები და ერთხელ არ გამოიხედებიან და ერთხელ არ დაგვეხმარებიან და კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ თუ შეგიძლიათ მდგომარეობა ვიმეორებ რთულია, შემდგომი გადაცემა როდის იქნება ამის გამო არც ვიცი და დაგვეხმარეთ და ჩარიცხეთ რაც შეგიძლიათ ამას საქართველოს დახმარებას ჩაგითვლით მემატი ენე და არა შალვა ნათელაშვილის. ვიმეორებ არ გექნებათ პოლიტიკური პარტიები დამოუკიდებელი მებრძოლი თქვენ ინტერესების დამცველი, არ გექნებათ სახელმწიფო, არ გექნებათ არანაირი დაცვა, ქვეყანას არ ექნება მომავალი და ისევ რომელიმე იმპერია ჩაგვიგდებს ბოლოს ხელში სამადლოდ და მადლობასაც გვათქმევინებს რომ გადაგვარჩინოთ. ვაჭრების აშენებული სახელმწიფო არავის არ უნახავს, არავის. სახელმწიფოს აშენებენ იდეალისტები, რომლებიც უნდა გალანგდნენ პოლიტიკურ პარტიებში და წაიყვანონ იდეალური გზით ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკა და ასეთი არის ლეიბორისტული პარტია. დღეს სამწუხაროდ მხოლოდ და მხოლოდ ხვალ იქნება ბევრი, იმიტომ რომ მოდიან ახალგაზრდები. ეხლა ეს ვისაც ხედავთ, ეხლა ამათ შეიძლება პარტიები უწოდო და პოლიტიკოსები? შეიძლება პოლიტიკის გვარამიზაცია მოიტანოს რაიმე პოზიტივი, გამოუშვეს ციხიდან ეს ბაღლინჯო ეროვნული. და ისე ფულის შოვნაზე დატანტალებს და გაერთიანებებს გვიცხადებს, რომ მე ევაჭროს ივანიშვილს და ისე ფული გამოსძალოს, ისევ ჩაჯდეს, იმიტომ რომ უღის. რომელი გამაერთიანებელია, ვინ გაერთიანდება მაგასთან, ვინ დაუდგება გვერდზე სამართლოს მოწოდებს. რა გაერთიანებას? ისევ ვიმეორებ სავაჭრო სქემებს გვიმზადებენ იგივე განვლილი გზით, იგივე განვლილი უზნეობით. ხო,